საღამოშვილობისა პატიცოდელო მაღლობლებო დღეს ორშაბათია ვიცით რომ საღამოს ყოველთვის ჩვენ გადაცემა გვაქვს ეთერში საუბარი მოძღვართან და დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარი ბრძანდება ღირსი წმინდა გაბრიელ ამხსარებისა და სალოსის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ხარება ჩიკოვანი დაგვროცეთ გაიხარა მამა ჩვენს დაგვროცე იცოცხლეთ მამა გასულ დაგვროცული გიყოფით ხერებთან გაიხარა მამა აი ვიცით რომ მარხვა იწყება და მზადება მიდის მარხვის დიდი მარხვისთვის და ამ კვირას იყო სახარება ძალიან ესეთი სიღრმისეული სახარება იმიტომ რომ თავად უფალი გვასწავლის გვიკითხავს ამ იგავს უძღები შვილის შესახებ და ეს სახარება რომ განმარტოთ ჩვენ კეთილი ნამდვილად მამა დიდი მარხვა გამორჩეული არის თავისი სულიერი დატვირთვით, ფიზიკური დატვირთვით და თავისთავად ამ სულიერი სიხარულით. მარხვა როდესაც იწყება ჩვენ ვილოცავთ ხოლმე თვალს მარხვა სინანულს აღდგომა სიხარულისა ჩვენთვის არ არის მარხვა იწყება და ვაიმე რა გვეშველება და პირა გვიხარია მარხვის დაწყება და უფრო მეტად ასე რომ ვთქვათ მობილიზებული ვიქნებით ლოცვისთვის და მარხვისთვის და ეს მომზადების პერიოდი ვიცით რომ სამკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი აქვს მარხვას და კიდევ თუ ჩავთვლით რომ აი საქეს სახარებულსაც იკითხებათ დაახლოებით იქიდან იწყება მარხვის მომზადება და საქეს სახარება შემდეგ უძღები ბოდიში მეზური დაფარისების კვირა და გუშინ გაბრილი თვით ადრე იწყება მომზადება დიახ მამაო და გუშინდელი დღე მართლაც საგულისხმო სახარება ყველა საგულისხმო სახარება უძღები შვილის იგავი როდესაც უფალი ბრძანებს რომ ერთ კაცს ყავდა ორი ძე და უმცროსმა მოთხოვა ასე რომ ვთქვათ ხოლმე უფრო მოთხოვა რომ მისი წილი მიეცა და მართლაც მამამ არ შეეწინააღმდა გაუყო თავის ნახევარი თუმცა მამები ამბობენ წმინდა მამები რომ აი მას როგორც უმცროს ძეს მესამედი ეკუთვნოდა მაგრამ იცა ნახევარი და ცოტა ხანში შემდეგ შეალაგაო თავის ყველაფერი და წავიდა შორეულ ქვეყანაში და იქ წარაგო რომ გაფანტა ეს რაც ხონდა მამისგან ნაბოძვარი კეიფში როგორც მე მისი უფროსმა მეძავებში და ასე შემდეგ და შორეულ ქვეყანა მამები ამ შორეულ ქვეყანა ნიშნავს იმას რომ აი ცოდვი ქვეყანაში ჩავიდა სადაც ცოდვა მეფობდა და როდესაცო გამოელია ხო მამამ სახელმწიფოებოდა ახლა ეს მithome თავაშოებული ცხოვრობს ადამიანი როდესაც გამოელია ეს შიმშილობა ჩამოვარდაო და თუნდაც იწყო მოკლებადო ასე წერია სახარებაში და დაუდგა ერთ კაცს ხორების წემსად რათა მშიერი არ მოგდარიყო თუმცა რაღაც სახარებაში არის რომ გული უთხოვდაო ხორებისო საჭმელი ეჭამარ ხა ასეთია მოხსენებული და როგორც განმარტავენ ეს გაიყო ისეთი საჭმელი ხორებისთვის აი ყოს გავსი თუ ადამიანებში არ ვერ ნაკლდებოდა შეიძლება ეჭამა ბევრი ეს ასე რომ ვთქვათ მუცელი გაედიდებია მაგრამ ის დანაკლება ვერ ძღებოდა და უძღები შვილი ახედანაც გამოდიდა ჯერ უძღები მამასთან იყო რომ ვერ მიხვდა რომ რაპატივში იყო და უძღები ახდა და ახაც ასე რომ ვთქვათ ამ მიხვდა რომ ამ ასე რომ ვთქვათ საკვებით რასაც ამასაც კი არ აძლევდნენ თავის გემოზე ვერ ასე რომ ვთქვათ დანაკლდებოდა და შემდეგ ყველაზე საგულისხმო არის ის რომ აი ადამიანი ცოდავს ხო ყველა ცოდვილები ვართ მაგრამ ადამიანი ვერ ხვდება სამწუხაროდ ამ ცოდვის სიმძიმეს და ისე გადაცხოვრება რომ ამ ცოდვით ცხოვრობს სიცოცხლის ბოლომდე და აქ საგულისხმოა რომ გონს მოეგო უმცროსი ვაჟი ანუ უძღები შვილი და იფიქრა მამა ჩემის სახლში რამდენი მსახურია რამდენი პური აქვს რამდენი საჭმელი აქვს ასე რომ ვთქვათ თავზე საყრელად მე კი აქ მისი შვილი შიმშილი ვხვდები და ავდგები მივალ ჩემს მამასთან და ვეტყვი არ ვარ ღირსი ვიწოდო შენ ძედ შევწოდე ცის წინაშე შენს წინაშე და მივიღე როგორც ერთი მსახური მას არ უფიქრია რომ წავალ ახლა მამაჩემთან კაცს კი მომცა მე ეს ჩემი სიზმარა დავხარჯე და კიდე მეკუთვნის მამა და აბა კიდე გამომზარდე ახლა პირიქით სინანული არის ზომაში და მისი ეს სინანული მოიყვანა განხორციელებაში და მართლაც მიდის მამასთან ბრუნდება თავის სახლში და ამ დროს რა ხდება
მამა შეხედავს მისი შვილი მოდის შორიდან მიეგებება, არ კი არ დაელოდება, თვითონ მიეგებება, ჩაიხუტება, ლაპარაკსაც კი არ აცლის, ის ეტყვის მისი შვილი როგორც ფიქრობდა რომ მე არ ვარ ღირსი წოდების, შენი შვილობის წოდეთ სისა და შეცდენში და მივიდე როგორც ერთი მსახურთაგან. და მამა რასეუნება, არა ის რომ შენ როგორ მოიქეცდი, კი არ ტუქსავს და კი არ ლანძღავს, პირიქით სიყვარულით ეგებება და ეუნება მსახურებს, რომ წადით მოიტანეთ 60 პირველი ჩააცვით მას ბეჭედი და სანდლები მოართვით მას და დაკელეთ ზვარაკი ჭამებული ვიხაროთ რამე თუ ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლა დაკარგული იყო და ვიპოვეთ. და საგულისხმოა ხო სახარებაში ერთი წერტილის და მძიმეც არ არის ზედმეტად რა თქმა უნდა და ახაც 60 პირველი ვიცი ჩვენო აი რა არის 60 პირველი როდესაც ადამიანი ინათლება დიდება ღმერთს ჩვენ აი თეთრი 60-ით მოსავთ და იგალობება საგალობელი რაოდენთა ქრისტეს მე ნათელგვიების ქრისტე შეგვიმოსიეს. ანუ იპატივში აღადგინა მამამ, მოწყალე მამამ, ისევე თავის ძე და ბეჭედი, რომელიც ჩვენ ისევ ნათრობაზე რო გადავიდეთ, ბეჭედი მონიჭებრო სულსამერთ წმინდისა. ვიცით რომ აი შუბლზე, თვალებზე, დიკაბზე, ყურებზე, ხელებზე, ფეხებზე ეცხება გურზე, რა თქმა უნდა, მირონი სიტყვებით რომ ბეჭედი მონიჭებრო სულსამერთ წმინდისა. და რატო ამ ორგანოებზე? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აი გონებაში თუ კი შემოვიდა ცოდვა და მომწიფდა, შემდეგ თავისთავად ვარდება და ცოდვაში. რომ გონება განიწმინდოს, გონება გაწმენდილი იყოს. ასევე თვალით თავთახელდა ადამიანის ყურთასმენა ეს ნიკაბზე ან ცხვირზე ეცხება, იმიტომ რომ ეს გემოვნებით არ შეცოდოს, ხელებმა მისმა ხელებმა არ ჩაიდინოს ცოდვილის საქმე და მისი ფეხები, ასე რომ ვთქვათ, არ მივიდეს ცოდვილ ადგილას. ამით ასე იბეჭდება ადამიანი და სწორედ ამიტომ რა თქმა უნდა ბეჭედი შეეცვით მას და ზვარაკი ჭამე ყველაზე თავარი ჩემო მკეთელო ხალხო რომ ვინ არის ზვარაკი ჭამებული თავად უფალი იესო ქრისტე ჩვენ ვიცით რომ უფალი დაიკრა ჩვენთვის უკანასკნელი მსხვერპლი სისხლიანი იყო ქრისტე ჯვარზე და ჯვარსის შემდეგ დასრულდა სისხლიანი მსხვერპლობა და ჩვენ ვიცით რომ შენ ახალახტვა დაარსა უფალმა სადაც უსისხლო მსხვერპლობა ტარდება წირვის სახით, როდესაც პური ანუ სებისკვერი დაღვინო, გადაიქცევა, გადაარსდება ქრისტეს უხსნელ ხორცსა და სისხლად. და მართლაც ასე მოხდება, გაემართება ზეები ოჯახში და უფროსი ძე, რომელიც არ იყო სახში და დაბრუნდა, მოესმება ეს ხმა ხალისის ხიარულების და გაუკვირდება რა ხდება. დაუძახებს ერთ-ერთ მსახურს. და ეუნებიან რომ ასე შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ზვარაკი დაგლა და გამართა სუფრა, რადგან ცოცხალი დაუბრუნდა და სასალამათი. და რა ხდება ამ დროს ნაცვლად იმისა რომ მისი ძმა დაბრუნდა და როგორც მამას გაუხარდა მისი შვილის დაბრუნება, მასაც გახარებოდა რომ მისი უცროსი ძმა დაბრუნდა და სიხარულით შეგებებოდა მის ძმას პირიქით დამძიმდა, არ შევიდა, აღარ უნდაო სახში შესვლაო. და გამოდის მამა და რა ხდება, ეკითხება და როგორო შენი შვილი, რომელმაც მთელი შენი ქონება წარაგო ცოდვებში, მეძავებში და მთელი ასე რომ ვთქვათ, გაფანტა ამოებაში, როგორც დაბრუნდა, შენ ასეთი ზარზეები გამართე და მე როდესაც მთელი ცხოვრება არ გადავდივარ შენ ცნებებს, შენს ასე რომ ვთქვათ, წესებს და ერთი თიკანიც კი არ მომეცი რომ ჩემ მეგობრებთანო მე ხარავ და მე ქეიფავ ასე რომ ვთქვათ. და მამა რასეუნება საგულისხმო სიტყვებია, რა თქმა უნდა, იგავში მამა განახსახიერებს მამა ღმერთს უშუალოდ და ეს ორი ძე ვართ ჩვენი კაცობრიობა. უძღების შვილის და ეს მისი უფროსი ძმაც. და მამა ეუბნება რომ შვილო რაც ჩემია, ყოველივე შენია. და რაც მაბადია და შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლა და დაკარგული იყო და ვიპოვეთ, ამიტომ გმართებს ჩვენ ხიარულება. და მართლაც ასეა, ამ სახარებას, ლუკას სახარება არის ეს დღევანდელი წაკითხული და მანამდე ამ სახარებას, ასე რომ ვთქვათ, თუ ზევით ავყვებით, უფალი ასეთ რამეს უყვება მოციქულებს, რომ თუ როცა ადამიანსო წემსო 100 ცხვარიდანო დაეკარგოს 1.99-ს დაუტევებსო და წავა ერთი საძებნათო. და როცა იპოვისო დიდი სიხარული იქნებაო მისთვისო. აი, შემდეგ აყოლებს ამას, ამ სახარებას
ლუკას სახარებაში. და სწორედ უფროსი ძე, რომელიც თითქოს და მამის ნებას არ გადადის, სულ მისი მორჩილია და მოსიყვარულეშვილია, აგერ ასე ვთქვათ, არა ნაკლები, ასე ვთქვათ, დაცემა გამოავლინა უფროსმა შვილმაც. შეიძლება ითქვას მეტიც. კი ის დაეცა, მამის გონება გახმანდა, ცოდვებში იყო, მაგრამ მობრუნდა სინანულით და მოვიდა თავის მამისეულ სახლში. და მისმას სიყვარულის ნაცვლად გამოხატა შური და უსიყვარულობა. სამწუხაროდ ხდება ასე, ჩვენ უნდა დავინახოთ, რატო დააწესა დიდი ეკლესია ეს მოსამზადებელი პერიოდი, არა იმიტომ, რომ ასე ჩვენ წავიკითხავთ, მოვისმენთ და ხო მე ხო წავალ სახში და ასე შემდეგ, არამედ გვამზადებს, რატო იყო მეზრე და ფარისეველის კვირა, ის იქაც დამდავლება, მართალი თითქოს მართალი ფარისეველი, რომელიც არ ცოდავდა და მიათეთ შეწირავდა და მარხულობდა, არ იყო მრუში დამტაცებელი, ხელს იშვერს მეზვერისკენ, არ ვარ ისეთი. და მეზვერი, რომელიც ცოდვილი იყო და მისი რეპუტაცია შელახული იყო საზოგადოებაში, ჯიხს იცემს გულში, რომ ღმერთო მილხინე მეცოდვილს ამას. და როგორ თავდება სახარება, უფრო მეტი გამართლებული გამოვიდაო მეზვერო ვიდრე ფარისეველი. ასეა ზაქეს სახარებასაც რო შევეღოთ, აი მოსამზადებელი პერიოდი რატო არის, ისიც დამდავლებისკენ მოგვიწოდებს, როდესაც უფალი ვიცით ალბათ ეს სახარება ძირითადად სახლის კურთხევებზე იკითხება, როდესაც უფლის ნახვა უნდა ზაქეს, რომელიც იყო მეზრეთა მთავარი და ხასაგით იყო მცირე წერია სახარებაში, მაგრამ ხასაგით არა ასაგით, არამედ ხასაგით ნიშნავს ტანად იყო დაბალი, პატარა და ვერ შეხედავდა ამდენ ხალხში მოსიარულე ქრისტეს და ავიდა ლეღვის ხელზე. თუ დაენახა ის, ანუ ზაქე, რომელიც მეზრეთა მთავარია, რომელიც იცავს ყველა და ასე რომ ვთქვათ, რაღაც პატივით სარგებლობს, თუმცა რეპუტაცია შელახულია მეზვერეების, მაგრამ რაღაც ფული აქვს და ქონება აქვს, რაღაც პატივით სამწუხაროდ სარგებლობს მაინც. და ადის ხეზე ამდენ ხალხში და ქრისტე გაივლის ამ ხესთან და ეუბნება ზაქე, გარდამოხეთ მაგერხიდან, ანუ დღეს შენ სახლში უნდა მოვიდე მე. და რას ეუბნება ამით წმინდა ანუ ხიდან რა თქმა უნდა ჩამოსული იყო სახლში თუნდა და გადმოდი შენ სიმაღლიდან, შენი ამ პარტავნების სიმაღლიდან გადმოდი. რო თუ გინდა ვიგისტუბრო, მოვიდე შენთან. და ასეც არის, ხო, თუ ჩვენ არ დავიმდაბლოთ, გული უფალი ვერ შემოვა ჩვენთან და ვერ ისტუმრებს, ხო? დიდება აქვს. ასევე ხო, გრძელდება მე ეს მეორე კვირა, რაც მეზრე და ფარისეველის კვირა, დღევანდელი გუშინდელი კვირა, რაც უძღებიშვილის კვირას ნიშნავს და იქ კიდე შევეხები, რომ ის მსახურნი ვინ არიანო, როცა ეუბნება, რომ შაასვით სამოსელი პირველი ზვარაკი დაუკარეთ ჭამებული, აი ერთი მხრივ ისინი არიან მანგელოზები და მეორე მხრივ ისინი არიან მღვდლებიო, რომელიც ჩვენ მღვდლებს მოგვეცა ხელმწიფება რომ მოვნათლოთ ადამიანები დიდება ღმერთს, რომ აი ამსახურებში მოიაზრება ანგელოზების და მღვდლების, რომელიც ნათლავენ ადამიანს და ხშირად ასე ხდება უძღებიშვილი უქროპირი ამბობს და იონ უქროპირი რომ უძღებიშვილში მოიაზრება ქრისტიანი ადამიანი, რომელსაც მონათლული მიატოვა ეკლესია. ხშირად ხდება, ხო, აი ხშირად ვეუბნები, როდესაც ნათლობა მაქვს და თუ ასე რომ თქვა ზასტულია თვითონ მოსანათლიან, მის ნათლიებს ვეუბნები ხოლმე, რომ აი ნათლობა ხშირად იწყება ნათლობით, ტაძარში და სრულდება იქ, იმიტომ რომ იმის მერე ადამიანი ისე გადის მის ცხოვრება აღარ სტუმრობს ეკლესიას, აღარ ეზიარება და ასე შემდეგ. მე ასიცისფერო გავამქროთან მეორედ უწევს კიდევ ეკლესიას კავშირი წესსაგების დროს. ამიტომ ვამბობ, რომ ესა ღალატი ხო დებს აღთქმას ადამიან რომ განეშორება ეშმაკს და შეუდგება ქრისტეს ნათლობის დროს. და ამ დროს სიტყვით თქო აღთქმასდებ და მეორე მხრივ ხდება ისე რომ პირიქით ეშმაკის საქმეებს აკეთებს ადამიანი და ქრისტეს განეშორება სამწუხაროდ და ასეთი რა თქმა უნდა უძღებ მიეცა რა მიეცა ნახეთ ნათლობის დროს ადამიანს ასე ძლევა შვილობა უფლისა ნუ ნათელღებული ანუ მონათლავი ადამიანი არ იწოდება ღვთისშვილად. ნუ რა თქმა უნდა ღმერთიშვილია ყველა დედამიწაზე დაბადებულა, მაგრამ აი პირდაპირ ამ გაგებით რომ აი სულიერ გაგებით უბრალოდ არ იწოდება მოუნათლავი ადამიანი ღვთისშვილად. ხო, რატო არ ხდება წესაგება საეკლესიო მსახურებები მოუნათლავს, იმიტომ არ არის ეკლესიის წევრი. და ეკლესიის კარები იღება სწორედ ნათლისღები და ხდება ღვთისშვილი. და ამხელა პატივი ენიჭება ადამიანს და შემდეგ ზურს შეაქცევს უფალს, გაიხურავს ეკლესიის გარებს და მიდის და ასე რომ თქვა თავაშვებით ცხოვრობს როგორც თვითონ გაუხარდებოდა. უკეთეს შემთხვევაში შემდეგ როგორც უძღებიშვილი ბრუნდება ხვდება რომ
ამაოვა ეს წუთი სოფელი. აი არის ხო ალბათ გვინახი ადამიანები ზოგი ვერწება სიმდიდრის, ზოგი ვერწება ნაბუშო ბოდიში გამოთქვაზე მანქანებით, ვიღაც კოლექციით, რაღაცით. რატო? იმიტომ რომ მაშინ არ არის ქრისტე. სანამ ადამიანი არ იპოვის ქრისტეს, მანამდე რაც არ უნდა დიდარი, რაც არ უნდა შეიძინო მთელი წუთი სოფელი, ვერ დაკმაყოფილდა და იქნები უძღები. იმიტომ რომ ქრისტე არ ყავს და იქნები უძღები, მაგრამ როგორც უძღებში გაეღვიძა და იფიქრა, რომ მიღვიდოდა მამისეულ წიაღში, მამისეულ სახლში, ისე თუ ადამიანი თავისთავად გაიღვიძებს მისი სინდის და მოbrunდება უფლისკენ, რა თქმა უნდა, არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატებოდეს უფლის სიყვარულს და მრავალმოწყალებას. თუ კი, როგორც იუდამ შეინანა, წერია ხო სახარებაში, იუდამ შეინანა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ შეინანა სიტყვიერად. მუზულმანშუნა როგორც თქვა, რომ წავალ ჩემ მამასთან, შენდობას ხო საქმეში, ასე რომ ვთქვათ, აღასრულა. იუდამ თქვა მართალი სისხლი მივეცი და გააბრნია ეს 30 ვეცლი, მაგრამ იუდამ შეინანა მის თავთან ეს როგორ მოვიდა იუდას, როგორ დაემართა მას, მაგრამ ასინანული არ ქონია მას და არ მისულა უფალთან და არ უთხოვია მაპატიე შემიდე, რაც თავისთავად შენდობა ექნებოდა უფლისგან ცხადია. მაგრამ არის სინანული, რომელიც საკუთარ თავთან აქვს ადამიანს, არის სინანული, როდესაც უფლის წინაშე და მოძღვრის წინაშე გამოხატავ შემდეგ ადამიანი, რომელიც არის მაცხოვნებელი, აი წმინდა მამები სინანულს საიდუმლოს აღსარებას ვეძახი ჩვენ ხშირ შემთხვევაში, რომელიც სინანულს საიდუმლოა, უძახიან მეორე ნათლობას. იდეაში მეორე ნათლობა არ შეიძლება პირდაპირ გაგებით, რომ ადამიანი ერთად თუ მოინათლა ქრისტიანულად, მეორე ნათლობა არ შეიძლება ეს დიდი ცოდვა, მოგდები ცოდვა, მაგრამ მეორე ნათლობას ეძახიან იმ ხრივ, როდესაც ადამიანი ინათლება, იტევება ყველა ცოდვა. რაც კი ჩაუდენია, თუ ჩვილი არის, რა თქმა უნდა, იმას ცოდვა არ აქვს, გარდა ადამიანისეული ცოდვისა და ეტევება ადამიანისეული ცოდვა. და ასევეა აღსარება სინანულის საიდუმლო, ამიტომ თუ ჩვენ არ შეგვიძლია ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანები ვართ. აი, როდესაც აღსარებას ვაბარებ და გამოვდივართ აღსარებიდან, გვიხარია, რომ გავსუფთავდით და აი ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ეს სისუფთავე დიდხანს. მაგრამ შემოდის, გინდა არ გინდა, ამ წუთ სოფელში ცოდვები ადამიანში და კიდევ გვჭირდება შემდეგ აღსარება, რომ ისევ შევინანოთ და გავისუფთავოთ სული. და ამიტომ უძახიან მეორე ნათლის დღებას, რომ იგივე პროცესი ხდება, როგორც ნათლობის დროს გვეტევება, იგივე პროცესი ხდება სინანულით აღსარების დროს მოძღვარიში გიგითხავს რა შენდობის დროს გვეტევება ჩვენი ცოდვები, რასაც ვაღიარებთ მოძღვრის წინაშე. თავისთავად მომტევებელი უფალია, მაცხოვნებელი და მაკურთხეველი უფალია, ღვთელი არის აღასრულებელი ხილულად ყოველივე ამის. დიდება უფარსროთა მოგცეს სინანული უძღები შვილის და არ გვეგონოს ვინმეს რომ აი მე არ ვიზამდი ვის აქვს ისეთ სუფთა სინდისი, ვის აქვს ისეთ სუფთა საქმეები, რომ სინანულს არ საჭიროებდეს. არ არსებობს ასეთი ადამიანი, ერთი უცოდველი იყო თავად ჩვენი განკაცებული უფალი იესო ქრისტე, დიდება მის სახელს. ყველას გვჭირდება სინანული, რა თქმა უნდა, ჩვენი გადარჩენისთვის არის კარი გადარჩენის სინანული, აუცილებლად. სინანული შეცოდავს რა ადამიანს, შეცოდავს არ ნიშნავს რომ მე დღეს წავალ შევცოდავ, მე ხვალ აგერ მივალ მამა არჩილთან და შენდობას თუ წამიკითხავ შენდობა. არა. ეს არის სამსჯვალი ქრისტეს ჯვარს. მიზანი მართულად რომ შეცოდავ რომ იმიტომ რომ მე დღეს ახ შევცოდავ და მე წავალ აღსარებას. არა, ესეთი შეცოდება არის ძალიან ცუდი. თუმცა თავისთავად უფალი გვიტევებს თუ ამაშიც იქნებით შემდეგ ერთგული. შეცოდება არის, როდესაც შემოდის ცოდვა, ხო, გინდა არ გინდა რაღაცა, ან ვიღაცას ვაწყენიეთ, რაღაც წამოგცდა, განვიკითხეთ რაღაცა, ან უნებლიეთ რაღაც მოგვიდა დაცემა წუთის სოფელში რაღაცა და თავისთავად უფალი ყველა ცოდვას მისი მოწყალება აღემატება და უნდა გვახსოვდეს, რომ აი მეორე უფროს ძეს შევეხები ორი სიტყვით, აი არ უნდა იამაყოს ადამიანმა მისი სისუფთავით, შეიძლება სულიერ სისუფთავით, რომ არ ცოდავს, არ არის შემცოდე, როგორც მეზვერი ამბობდა, ეკლესიაშიც წირავს მიათეს, მარხულობს და ასე შემდეგ და თან ქედმაღლობს. ერთად არ შეიძლება ამაყობა, ამპარტავნება და თავდაბლობა ერთად ვერ გაჩერდება, რა თქმა უნდა და თუ რამეს ვაკეთებთ, გვახსოვდეს, რომ ეს უფლის მადლით არის. არ ისე არ გვეგონოს, აი ჩვენ მე ვისწავლე, მე ჩავაბარე ინსტიტუტში, მე ავაშენე სახლი, უფალმა მოგცა ჩვენის ნიჭის, რო გვესწავლა, სახლის აგვეშენებია და შემდეგ ასე და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ გვახსოვდეს, რომ თუ კი ვიქნებით უფროსი ძმის, ასე რომ ვთქვათ, პატივში, რომ არ გავეკეცით მამას სახლიდან და მასთან მსხვილ,
უნდა კონდეს სიყვარული. არა იმიტომ რომ ეს გამეფებული იგი მე დავდივარ 20 წელი ეკლესიაში, მე 30 წელია დავდივარ ეკლესიაში და მარტო ამის ძახილი რომ აი პირიქით თუ კი 30 წელი დადიხარ მეტად უნდა გაიზარდო. მეტი უნდა მოგეკითხება მაშინ. ხო და ისე გამოდის რომ თუ მეტი წლები ვართ ეკლესიაში, ესე იგი ვიღაცაზე წარმატებული ვართ. ამიტომ შეიძლება ვიღაც ორი დღის მოსული გჯობდეს ჩვენ მისი სულიერებით და მისი სულისკვეთებით. ამიტომ ამით არ უნდა ვიამაყოთ. ჩვენ რამდენი ხანს უნდა ვიყოთ ეკლესიაში და გვახსოვდეს რომ არავისზე უპირატესი არ ვარ. თუ რამეს ვაკეთებთ ისე და ისე ღვთის მალით და წყალობით და მადლობა ვაფარშო გვაძლევს ამის საშუალებას. და არ გქონდეს იმის ის რომ აი ერთი ფილმი არის მომეწონა ეს ერთ მეგობარს ხედო რომ დაყავს იღუმენია და მისი მორჩილი ჩავარდება დიდწოდვაში რომელსაც ძალიან დასჭის ეს იღუმენია დედაო და მისის ბა ეუბნება რომ დედაო 20 წელია იღუმენია ხარ ერთხელაც კი არ გადასუხარ კანონებს მაგრამ ამ ხნის განმავლობაში სიყვარული მაინც ვერ ისწავლება ანუ რაღაც მომეწონა ეს მართლა ასე არის შეიძლება არ გადადიხარ კანონებს არ ცოდავ და ასე და შემდეგ ყველაფერს პირად ასრულმა სიყვარული თუ არ გაქვს რა მნიშვნელობა აქვს ამას თუ კი მოყვასი არ გიყვარს და უფალისხო გვამხილებს ახარებაში შენი ძმა რომელიც იხილე და არ გიყვარს მაშინ მტყვარი ხარ შენ მტყვარი ხარ თუ ამბობ რომ უფალი გიყვარს რომელიც არ გიხილავს თო სიყვარული აუცილებელია და ესეც ჩემო კარგო ვისწავლება არ გვეუბნობს ვიღაცას ღვაწლიანი გული აქვს და იმას რა ეშველება და ასე შემდეგ ლოცვით ყველაფერი ლოცვა აღსარება ზიარება არის ყველაფრის ასე ვთქვათ ქვაგულის მომდრეკი და თავისთავად ცვლილება ხდება ადამიანში პეტრე მოციქული ვიცი ჩვენ იყო გულფიცხელი ადამიანი სახარებიდან ხშირად ასე ვთქვათ წინახაზია სულ ვინ ხარ ვინ რას ამბობე ჩემთვის ქრისტე ამბობს პეტრე შენ ხარ ქრისტე აი გეცემანის ბაღში მოუხდება ჯარი დანასამოიღოს ყურს მოჭრის შემდეგ მანამდე კიდე ეშმაკმა თქვენი გაცხრილვა ასე ვთქვათ განიზრახაო და დაბკოლდებით ხოლო არაო ყველა რო დაბკოლდესო მეო სიკვდილზე წამოვარჩი და ასე შემდეგ ანუ გულფიცხელი ხასიათი ჰქონდა პეტრეს და სწორედ ამიტომ დაამდავლა უფალმა ვიცით რომ შემდეგ ეუბნება რომ სამჯერ არ იყროს მამაში რომ სამჯერ უამყოფ მე და მართლაც ასე ხდება ყველაზე დიდი ჯილდო არის სიმდაბლე რა მოჩილი კი ნამდვილად მომო ნამდვილად მასალა რომ თუ ადამიანს საუბრობს და შენ არ გეხება არც უნდა დაეკითხო და არც უნდა საუბრობ აი ყველაზე კარგია და დუმილი აი დუმილი რომ ამას მიიღებ და გაჩერდები ჩვენმა ეხლა რა მინდა ნახვა მოდის და თქვენ ახლა ეკადაგეთ მაგრამ მოდი ახლა ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება საკმაოდ დეტალებზე დიახ ნუ ბოლოს არანაირად არ გვარს ადამიანი როცა ხმას ადიდებს დიდება უფალს სიტყვის შეიძლება მას თქვას ეს მაგრამ შემდეგ არ გვარს შემიდე და ამის თქმა უნდა არანაირად არ იგიც დაპატიდეთ ეს და ადამიანმა რა უნდა გააკეთოს იმიტომ ჩვენ შეიძლება ეკლესიურად ვიწოდებით მაგრამ არ ვართ ჩვენ უმრავლესობა ქრისტიანები აი ჭეშმარიტი მოწაფეები არა ვართ იმიტომ ეს იქიდან ჩანს ნამდვილად უცებინე გაწყენებს ახლა შეიძლება გულიგები ხო აქედან უკვე შეხჩა თავარისა მაგრამ მოჩან შენი ხო მარტო ჭამ არაფერი არ არის აი ყველაფერი არ არის თუ შენ მოყვასის მიმართ მეამბოხე ხარ სიძულვილი გქონს და არ პატივ ჩათვალე რომ შენი მარხვა წყალში შეგრება ყველაფერი ხო აი ამაზე ვისაუბრეთ აი როგორ უნდა დავიცათ რა გავაკეთოთ რა თქმა უნდა ლოცვებშიც უნდა გავძლიეროთ მაგრამ აი რას მოუწოდებდით ჩვენ ტელემაყურებლებს აი მარხვა იწყება ორ კვირაში ალბათ ასე ხო ხო კი სამარს იწყება ორშალიერის კვირა იქნება ბოლოს და დარას იწყება უკვე მარხვა პირველი კვირა მაინც განსაკუთრებით ძირითადად აი ამაზე ვთქვა და რა როგორ შეასრულონ ეს მარხვაში როგორ იწყება ხო რა ვიცი მაგრამ რა შეიძლება მაგაზე რო ითქვას ნამდვილად საგულისხმოა და მარტო ჭამა არაფერს არ ნიშნავს ჭამა არის და ის ასე რომ ვთქვათ გვეხმარება ისევ სულიერებაში თუ არა ახლა მარტო ის არ მიიღო ცხოველური პროდუქტი და ადამიანი ჭამო და ნერვები უშალო მაგას ჯობია ყოველდღე ასე რომ ვთქვათ ხო რა თქმა უნდა თამდაბლობას როგორც კი მამა აუცილებელი არის ქრისტიანისთვის გამღებელია სასופეროს პირდაპირ
აი ანტონი დიდს აქვს ასეთი იგი, აი ანტონი დიდმა ნახა მთელი მსოფლიო დაქცელილი ობობის ქსელებით, ასე ეშმაკის საცთურებით. და ატირდაო ანტონი დიდიო. ხო, ვინ შეძლებს ვაგ გადარჩენასო და იყო ხმალზე ცდა რომ მხოლოდ და მხოლოდ თავდაბალი. ანუ ამდელ ასე რომ თქვა ეშმაკის საცურებს თავდაბალი გადაურჩება მხოლოდ და მხოლოდ და ერთი ის გამახსენდა კიდე მამა მოყვები აი ადრე დავდიოდი ეკლესიაში მაშინ წავიკითხე ნევრობის დროს არ მომეწონა რაღაცნაირად ზანეთ ბერი შედის კელიაში მამა შეიძლება კი თქვენს და მის საწოლზე არის ეშმაკი გამოძალ თქვი ხო ვიცი რა თქმა უნდა შესწება ახლა უნდა შესწება მაგრამ უყურებს და გაჩერდება შენ და შეძრობა ლოგინის ქვეშო და იქ წამოძობა ადგებაო ეს ეშმაკიო გამოათრევსო გარდეთო ბერს და ცემსო ეს რა გააკეთეო რა მიქენიო იგიო შენო ცოტა გძინავსო მე საერთოდ ამძინავსო შენ ცოტას მაინც ჭამო მე საერთოდ არ ვჭამო მაგრამ ამით ჯობი ხარო ამით მაჯობიო თამდაბლობითო ხო როგორც სტუმარი თითქოს და ასე რომ თქვა ის რომ ჩაიგდო იმაში განრიცხებაში ხო მაგრამ ვერ ჩააგდო კი ისიც მიხვდა იმას რა სურდა და ხო მითო შეძრანი ხო არა მიუწვა ფეხებში მიუწვა წყნარად ხუმათო და აი ამისთვის გადაირია ეს კი აღრიალდა და გაიქცა კი და აუცილებელია ნამდვილად აი წაგან ლოცვა ვახსენე და ლოცვით შეიძლება გულის შეცვლა თქვა აი წინამორბედები ლოცვას უწოდებენ სათნოებათა დედოფალს ამდენი სათნოებაა დიდება უფალს გაჭიროთა მოვლა პატიმრთა მოვლა მოწყალება დახმარება და ბევრი სათნოები არის უმრავლეს ხო რომ ადამიანმა გააღასვლოს წუთი სოფელში და მართლა რამდენად დიდია როდესაც გაჭირობს ზული ამას ყველაფერს დედოფალი ყოფილა ლოცვა და რატო თავიდან მიკვირდა ახლა კი ლოცვა კარგია რა თქმა უნდა დაილოცო მაგრამ თუ ადამიანი გაჭირობს ზულის ჩავარდნის თან მithumetes სხვისას არამისას და ამის ასე რომ თქვა გულმოწყალება აქვს მაგრამ მე ასე რომ თქვა მივხვდი რომ ეს რო გააკეთო მაგრამ ლოცვა უნდა გქონდეს ლოცვით უნდა მიხვიდე იქამდე რომ აი შენი გული გათფეს რომ ეს სხვა ისი გაჭირება გულთან მიიტანო ამიტომ არის სათნოებათა დედოფალი ლოცვა და რა ლოცვა რომელიც გვიჭირს ხშირად და გვეზარება იძულება ჭირდება უფალს ხო ამბობს რომ სასუფეველი და იძულების ვინც აიძულოს თავი მან მიიტაცოს ის იმიტომ რომ დადგე 10 წუთიო 20 წუთი ხატების კუთხეში და ილოცვა ამას ჭირდება იძულება რომ დაждდე ტელევიზორს უყურო ინტერნეტში შეხვიდე წიგნი იკითხო მეგობრებთან ყავასვა თუ რესტორანში ისდე ისე გავაზნე 3 საათი 4 საათი თითქოს არაფერი და იმ 20 წუთიანობას ჭირდება იძულება და უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი რომ ამ სიკეთის კეთებაში და რა თქმა უნდა იმ თამდაბლობაში იმ ასე განმარტოთ კიდე შეიძლება ასე რომ განმარტოთ ვინმესთან გამეხოდა რაღაც იგივე ისწავლა ის გაჩვენებს თან ქრისტესთან ესაუბრები ხო რომ აი ეს ასია ეს ასე ეს ასე და ჩვენ ლოცვა რა არის საუბარია ღმერთთან დიახ ჩვენ თუ მასთან მის ვარ გინდა ხო არ ვესაუბრებით ხო ეს მაგალითად ვინც გვიყვარს თქვა შვილია ხო ძმა არის და არის ხო და მამა სადმე რომ ან წასულები არიან და ან შენ გადი ადრე და ვლებ აბა როგორ ახართ ადექით მილამშვიდობისა ხო ხარ მშვიდობით კარგი და მის მას რო გაიგონებ და მის ყველაფერს იმას რასაპირებს გაიგებ მე უკვე შენ მშვიდად ხარ საღამოს კიდე დაელაპარაკები როგორ ახარ აბა როგორ იყო დღევანდელი დღე შენთვის მშვიდობაა ხო ხო ხარ კარგად ჯანმრთელად და მე უკვე როიცი რომ იმას ყველაფერი კარგად და უკვე შენ მშვიდად წვები და იძინებ ხო აი ესე დილით რო გავიღვიძებ თქო უნდა ვთქვათო გონებია რომ მადლობა უფალო გათენებული დღისთვის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ადამიანი როცა დაწვება ფაქტურად კვდება ეგ ხო ძინა წინასახი არის სიკვდილის რამდენი ადამიანია რომ იძინებს კი ბატონო და რაღაცა სხვალებას გავარ ვერ იღვიძებს ჩვენ ვიღვიძებთ მადლობა უთხრათ ღმერთს და მოდი ხარ რეკლამის დროა და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენი საუბარი კეთილი Central Park Towers-ის აბლოკში Radisson Blu's სასტუმრო ნომრების გაყიდვა პრაქტიკულად დასრულდა. შესაბამისად ვიწყებთ B ბლოკში არსებული სასტუმრო ნომრების რეალიზაციას, რომლებსაც ასევე მსოფლიოში წამყვანი 5 ვარსკვლავიანი მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე სასტუმრო ოპერატორი მართავს.
ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას. ბლოკში სასტუმრო ნომრის შეძენისას თქვენ გექნებათ ყოველწლიური გარანტირებული, ფიქსირებული ქირის შემოსავალი $25,000 ოდენობით. $25,000 თქვენ მიიღებთ გარანტირებულად 15 წლის განმავლობაში, ყოველ კვარტალურად წელიწადში 4-ჯერ. შესაბამისად, თქვენი გარანტირებული ამონაგები 15 წლის განმავლობაში $400,000-მდე იქნება. ამის შემდგომ 25 წლის განმავლობაში თქვენ მიიღებთ საპროგნოზო შემოსავალს ყოველწლიურად $45-50,000 ოდენობით. გარანტირებულ შემოსავალს და სასტუმროს მართვას უზრუნველყოფს საერთაშორისო ოპერატორი. კომერციული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის გარანტირებული წლიური შემოსავალი $25,000-ია, რეალურად $450,000 შეადგენს. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მხოლოდ პირველ 50 ნომერზე ამ უძრავი ქონების შეძენა $250,000 იქნება შესაძლებელი. ანუ თქვენ შეიძენ სასტუმრო ნომერს $250,000. 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მიიღებთ გარანტირებულ $25,000, ხოლო შემდგომი 25 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თქვენი საპროგნოზო შემოსავალი $45-50,000 იქნება. მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა და თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა გააკეთოთ საუკეთესო ინვესტიცია. საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის კი ჩვენთან ნომრის შეძენა და ყველა მასთან დაკავშირებული პროცედურა ონლაინ არის შესაძლებელი. გრძელდება ჩვენი გადაცემა მემახარება. ხო და აი რა ვსაუბრობდით, რომ როგორ უნდა გამიზომოს ჩვენი ქრისტიანობა, ასე რომ ვთქვათ. აი თქვა, საიდან ჩანს ადამიანის სულიერება? ხო. ალბათ ისე და ისე, მომავალ თავდაბლობით როცა უნდა გვაწყენიებს რაღაცა იცი ამას ჩემ მეგობარს ვესაუბრებოდი რაღაც პრობლემაზე. ხო, ბურბაჩილოზე ხარ არ ჰამაკში, ჭიდაგი ჭიკჭიკობენ რაღაცა და იქ არ გარისტები. მაშ გიჟი უნდა იყო, იქ წყარად. მაგრამ მე რომ მოვალ და რაღაცას გეტყვი, ანუ თქვენ რომ მოხარ და რაღაცა არ მოგწონს. ბარომეტრია რომ მოდი თქვენ რაღაცა შენიშნა მოეცდები და გავბრასდი. ესე იგი ბარომეტრი უნდა მივხვდე რომ რაღაცა არა ჩემში კარგად. ესე იგი გამაღიზია. აბარდავანი, ხო. უე ნიშანია ეს. ნიშანია იმის ამაზეც ხო უნდა იმუშაოს, ამიტომ ლოცვით უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, ყველა რა თქმა უნდა გვებზის ბოროტის რაღაცას მე რატო აპატიე ასე რაღაცა მოგაწოდებს, იმან ასე გითხრა და შენ ასე უნდა გეთქვა და ამას უნდა იწყებ ფიქრს უკვე ხო, ამას განერგებს ადამიანი და პატიება, თავ ფარისხო გვეუბნება, აი ზეგავსებთ ვის პატიობთ, ვინც გვიყვარს. ჩვენს მეუღლეს რამდენჯერ ვაპატიებ ჩვენს? რამდენჯერაც გინდა იმდეჩი? ხო, უსასრულოდ. უსასრულოდ. სხვას რა ვაპატიობთ? სხვას ისე გააკეთა, ნახე, უსე მოვარდებ შეთან, ნახე მამა არჩილი ისე ასე. ხო. დავაბეზოთ ერთმანეთს. სიყვარულის ბრალია. ჩემო კეთილო ხალხო, თუ ვინც გვიყვარს, დავაკვირდეთ ჩვენ თავს. თუ ვინც გვიყვარს, იმას არ განვიკითხავთ. და პატივს. ვცდილობთ, რომ რაღაც გააფუჭა, ხო? აუ, ალბათ ამიტომ გააფუჭა, ამიტომ ახსნაც მოუძებნო. გავამართლოც კიდეც, ხო? კი, და თუ კი ადამიანი არ გიყვა იმ წუთში, ნახე რა უქნია მას. პაისი ათონელი ყვება თავის ციგნებში. ერთ-ერთი მოსწავლე მოვიდაო და მამა პაისს ვეძებო. ხო და რა გინდა მასწავლებელთან, არ იცოდა ფიზიკურად არ იცოდა იყო და მე დავხვდიო. ხო და რატო ასე სიგარეტი წავიდა საკიდათ ეგერ ალბათ თუ ვინმე გააგზავნა ამ ბიჭმა თქვა არა რაღაც მაგი ეწევა სიგარეტს მართლაო ალბათ იმდენი ძოლები და ეგენია ხო ფია ალბათ ამიტომ კიდე რაღაც ახლა კიდე ყველა გამარშვა მოუყვანა იმას რომ იქ არ გვაი შეხედებ ის მართლა ეწევა რაღაც არა ან კი არ გაიქცა უცებდა შეგროვდა და უყურდა უნდა ნახვა და ყველა ასე ვთქვა იმას მოუნახა რა ქვია დადებითი უარყოფით როგორც მე თვითონ პაისიც ხო ყვება ბუზზე და ფუტკარზე მაგის ხარგი ისა შედარება ხო ფუტკარიო მოვიდა ერთი ადამიანობა ღვდელია საერთოდ და მომიხედე ეგე რომ ადამიანს გავს ფუტკარს და ბუსო და მე მოუყვება ხო ძანეთ მაგრამ ხო აი ეს მეზე გადაიფრენსო ის ბუზიო
ამ ლაბაზ დელოზე და მადამაიცო კონსერვის ბანკას რაღაც ბოდიშიდან ლეხს დააჭდება და ფუტკარს რო კითხო მის შესახებ არ ვიცი, იმის შესახებ არაფერი თუ სადღაც ნაგავია კონსერვის ბანკა არ ვიცი, მაგრამ არ დამინახავს ასეთ, იმიტომ ეძებს სილამაზეს, ლამაზ ყვავილს, სურნელებას და ასე. აქედან გამომდინარე, შიგა ჩვენი რაც არის, იმას ვეძებს. რა თქმა უნდა და თუ არ აპატიებ უფალისამოს, რომ 77 გზის აპატიეთ. ნამდვილად აპატიეთ 77 გზის. 490 კი არ ვთქვია უფალს, მაგრამ უსასრულოდ აპატიეთ. რატო? იმიტომ ჩვენს პატიობს უფალი. აუ ჩვენ გამოვიზიოთ ჩვენი გული. ყოველ დღე რამეს პატიობს, თელი ცხოვრობდეს პატიობს. ჩვენ რომ მოგთხოვს უფალმა რაც ასე რომ ვთქვათ, კაცრი მამასავით ჩვენ ვერცეთ ვერ ცხონდებით, მამო. მისი მოწყალებით ცხონდებით ყოველთვარა. უფალო მოგვიდგეს სამართლიანად, ვერცეთ ვერ გადავრჩევით, ამიტომ უნდა ვიცადოთ, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ, არ განვიკითხოთ. იულია ცხონება ერთი ხრი ნახე, უფალი ამას არ განიკითხო, არ განიკითხები. რა იულია ცხონება? არ განიკითხო, ანუ გადარჩები, ცხონდებით არ განიკითხავ. მაგრამ სამწუხაროდ, აი როგორც იაკომოციული ამბობს თავის ეპისტოლეში გემივამ ხელა ისო პატარა საჭი მართავსო გემს ისო ენა ყველაზე პატარა სხეულის ნაწილია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება ჯუჯუხი ჩაიყვანოს. ხო და ამიტომ რატო ენა თვითონ ენა მოდის აი ჩვენი გულიდან ჩვენი გონებიდან მეტყოლებს ენა ხო როგორც გულის ენა მარტო თვითონ არაფერი არა. ხო მარტო ენა ხო მას ალაპარაკებს გული და გონება. რა თქმა უნდა და თუ ბიძურია შენი გული, შენი გონება, რა თქმა უნდა, გარეთას გამოგვაქვს მე აი სიბიძური და ამიტომ შფოთი, განხეთქილება მოდის ადამიანის, ხო? ამიტომ სიმშვიდე აუცილებელია და როდის, როცა მაწყენია ვიღაცა. მაშინ უნდა შემინაჩვენო სიმშვიდე თუ წავ თქვი მისაღაც თუ წიგს კითხულობ, აგერ სულთა ჰაერზე არ გამაგში წევ ხარ, რაღაც თეატრში ხარ და იქ ახლა გიჟების არ ჭუით იქნებიან, ხო ასე ვთქვათ. ამიტომ აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება იმ შემთხვევაში, როცა ვიღაცამ გაწყენი. ნამახარება. ეხლა დღეს გინდა არ გვინდა ჩვენ სოციალურ ქსელში შევდივართ ახლა და იქ იწერება ხო რაღაცები, ან ვიღაცა გამოგიზავნის და ნახე არ ვიცი ვინ იყო ის ადამიანი, ღმერთმა შეუუნდოს და თავის იმას ასე იწყებს, თქვენო რა გონიათ? ეს ყველაფერი რაც აქ წდებაო, თავრობა წვიტავსო, ან ვინმე წვიტავსო ამასო, ან ბიძინაო, ან იგიო, ამასო არავინ არ წვიტავსო, მე ვფიქრე ხა იტყვის ან რუსებს, ან ამერიკას თქო და არაო. ამასო თქვენ ვინ გონიათ ვიწვი საპატრიარქო წვიტავს. აი, ხო, საპატრიარქო წვიტავს. ესენიო კეკების თანამშრომლებიო და ღმერთმა შეუნდოს მინდა და მე ვფიქრე მივიწე რაღაცას, მაგრამ შევიკავე თავი და აი რამხელა ბოღმა აქ ამ ადამიანებს და მე ვინც ასე აზროვნებს, მე ისენ უნდა ნახო რას მიაძა. აბა ღმერთ გაგიმარჯოს ღმერთმა შენ სიმართლეში და აი ეს მართალი კაცი და ხო და დაიწყება და იმას კი არ ამბობენ რომ აი პატრიარქის მოსვლით სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო და ხედა ყოფით იცხოვრო და რამდენი ადამიანი ცხონდა და რამდენი ამ ეკლესიებში რაც აშენდა შევიდა და სული აცხონა და გადარჩა, მაგრამ ამათ არ აინტერესებს ეს. იმაზე კი არ ვიტყვიან ბერიილია რო იყო გემში რო სხვას მიცა მისი ადგილი და ჩაყვა თვითონ გემს და დაიხრჩო. იმაზე ერთ სიტყვას არ ამბობენ. ხო, კარგს არ ეტყვიან, რამდენი კარგი ღდელია, ხო შეიძლება ვიღაც იყოს ცოდვილი, კი ბატონო, ჩვენც ადამიანები და ჩვენც გვეშლება და ჩვენც ცდები და რამდენი კარგი ღდელია, რამდენი კარგი ადამიანია, აგერ რო შრომობს, წვალობს, დილას ახამოს, ლოცულობს, ფეხზე დგას, გაჭირვებულს ეხმარება, მიდის მასთან, ხო და განა ჩვენ ვისაც წეს უგებ ყველა წესის ასაგების ღირსია, მაგრამ ზოგს რა საერთოდ აულია ტაძარში და მაინც მივდივარ და ვითვალისწინებ და უგებ წეს და არა ეს არაფერი. და რა მოხდება მამა ბოდიში რომ წესისამებრ ხო წესი არ ეგება ასეთ ადამიანს. არ ეგება ხო და ეს წესი რომ დაბრუნდეს, ხელა დაგვიწყობენ ლანძღვას. ის კი რა თქვენ რომ უგებდით წესს და მალადეს და ამდენი იტვირთა საპატრიარქოს. ხო, აიღო მის თავზე და როგორც დათრობაზე მოხდა ახლა, ორ დათრობას დაიყვანა, ხო, საპატრიარქომ. ნუ რაც იყო, ძველი ტრადიცია დაუბრუნდა იმას, ახალი არ გამოგვგონებია არაფერი. ხო. ორი ნათლია რომ იყოს. ხო და გადაიერიან. რატო გადაიერიან? 10 ნათლია 20 ნათლს რაშვაშია და მე მეორე რომელი ასრულებს ამ ნათლიოს პირობას, მამაო? რომელი? აი
რომელი გამოსტილი მოძღვარი ხარ, ამოწრებია უძღვარი ხარ და წასი არის ცოტა. წაკითხვითა, წაკემე ბოდიში შეიძლება არავის რა ვაყენებ, მაგრამ ხოლმე უფრო კარგად წაიგითხავ, ხო? ხშირად ყოველ დილის სოციალურ წერია და თუ გითხულობ ყოველ დღე დილის სოციალს უფრო ასე ვთქვათ, გამართულად რატო აქვს პრეტენზია რომ მეტი ნათლი აყავდო, მეტი კარგად რო აღზარდო ნათლული არ გონია, ამიტომ რო გქონდეთ ეს პრეტენზია. მაგრამ რა არის იმამა? აი, არის კატეგორია ადამიანების, მე დავიწყე რაზეც დავიწყე საუბარი და ეკლესიას რო განაანძღავენ, ჩვენ პატრიარქს განაანძღავენ, საპატრიარქოს ჩვენ წმინდა სინოდს და მე ხარობენ ამით. ეს ამას რა ქვია ხა? ბოღმა არ არის ესენი, ბოღბიანები არ არიან? კი, რატო იცი? ჯიპიტადი არის. ხანდახან ალბათ ეს მოგხვიათ კამათი რაღაცა ეს შელაპარაკება რომ მეთქი მაქსიმუმ მეთქი ეს ჯიპი თუ ყავს მოძღვარს ან სულიერაში რა უყიდა ან ვიღაცამ არა ხო არ იყაჩაღებდა ხო არ მოიპარავდა ვიღაცა მაჩუქა მაგრამ ხო არ მოუპარე არა მოუპარე მაგრამ ახლა იმ ადამიანს შვილი რო ყავდეს და კონდეს მაგის საშუალება რომ უყიდოს მანქანა იმას არ ილაპარაკებს არა მოგიგადეთ მაგრამ აი დელს არ უნდა კონდეს დელს არ უნდა კონდეს მანქანა სახლი კარი ოჯახი დელი უნდა იყოს დამათხოვებული მათხოვარი უნდა იყოს და ალბათ ესენ კაცის ობიექტი უნდა იყოს ყოფილები იქნებიან ალბათ მაშინ ხო და რატო ადამიანი ასე აბა შენი შვილი იყოს ასე შენ თუ იქნები ყოფილი მაგრამ აი სხვას ვინც არ გიყვარს და უყურებ ამ მდგომარეობაში ხარობ იმიტომ შენ ხარ შინაგანად ასეთი ბოღმიანი ხო და მაცხოვარი ხო ამბობს თქვენო ებრაელებს რომ მეუნება თქვენო იმის შვილები რო იყოთ ა ブラ ამის და იმისო თქვენ მაშინ მეც გეცოდინებით ვინდა მაგრამ ა ブラ ამი არა თქვენი მამაო ეშმაკი არის გველები ხართ მაგრამ როგორ ეუბნება ხო იმიტომ აფხელს მათ გარედანო ლამას შემაზებული საფლავები ხო ხარ და შიგნიდანო ყარს ყველაფერი ისეთი ადამიანები აი მეტყვი თქვი თავიდან რომ ჩვენ უფრო ეკლესიურობას ვიჩემებთ და ვითომ ეკლესიურები ვართ მაგრამ ჩვენ ქრისტიანები რწმენით არა ვართ მაშინ ჩვენ სხვანაირად ვიცხოვრობდით თუ მთელი საქართველო რატო ვართ ამ დღეში რომ ამდენი რაც თბილისში ხდება ახლა ხო ამდენი გაუტან ამდენი ლანძღვა ამდენი გინება ერთმანეთი არ გვიყვარს გინებით გაკეთებულ საქმე როდის გაკეთებულ ხო არა ხო და თანაც გეუბნება რომ ჯერ როგორ აზიარებაზეც თუ ვინმეს ალბათ შენც ასე ხარ მამაო თუ ვინმე სენდური ეკითხები და თუ ვინმე ასე მონდურავი ხავს წადი შოურიგდი და მე გაზიარებ იმიტომ რომ კონტაქტს რო იწყებ წირვას იქ წერია ხო არ შეიძლება ვისწრობა არ კონდეს უნივერსიტეტში იწყებ წირვას არ შეიძლება რომ ადამიანი ვინმე სენდუროდეს ლანძღავდეს და მე ეზიარებოდეს ყოველნაირად იმისთვის არ შეიძლება ამიტომ ზიარება მისთვის იქნება ძალიან ცუდი ცუდად დამთავრდება საბოლოოდ იმიტომ აი იუდას გაცემაზე ქონდა გული სავზე რომ ვერცხლი ეშოვა და თან ეზიარა როგორც ეზიარა მაშინ არასწორად იქვე შევიდა მაშინ ეშმაკი ხო შევიდა იუდაში ეშმაკი ესეა და ახლა თავარი ჩვენ რო ვთქვა ჩვენ მარხვა იწყება ჩვენ ტელემაყურებლებს არის სიყვარული და სიმდაბლე კი აუცილებლად სიყვარული და სიმდაბლე რომელიც ყველა ჯოჯოხეთის და სამოთხის კარეს ახებს იქიდან გამოგიყვანს და გაიღება ეს და შეგიყვანს იქ და მე კიდე მამაო ჩვენ ადამიანები რომ მოვედი ჩვენ ხო ადამიანის თამამოვალი ვართ და ჩვენ ყველა ცოდვილი ვართ ყველა აბსოლუტურად ყველა ცოდვილი ვართ და ამ ცხოვრებაში ვიწმინდებით და უბრუნდებით ჩვენ სამშობლოს ბრუნდებით მაშინ სამოთხეში ბრუნდებით იქ და ამიტომ აქ არც ერთი არ ადამიანი არც ერთი ყველა ცოდვილი არ არსებობს კაცი უცოდვილი მხოლოდ ერთი ღმერთია ხო და როცა შენ ტალახში ხარ დასრული თქვათ ჩავარდნილი ხარ და დაინახავს სხვა ტალახშია დასრული შენნაირი როგორ უნდა დასცინო იმას და განეკითხო შენ ხო ის რომ შენ წინაირი ხარ მაგრამ ამათ თავისთავი აღმატებული გონიათ უკეთესი გონიათ აბა როგორ შეიძლება ადამიანი ქრისტიანად როგორ იწოდება ის როცა სხვას განიკითხავს და სხვაზე ისეთ წერილებს წერენ აი სოციალურ ქსელებში რო არის აი ჩვენ ქრისტიანები ჩვენ ასე ვარ და ამათ ეშლება და ვერ ხვდებიან რომ როგორც კი სხვას განიკითხავ და იწყებ ასე ბოღმიანად საუბარს შენთან ქრისტიანობა არაფერი შენში მადლი არ არის შენ საერთოდ არ ხარ ქრისტიანი იმიტომ ქრისტიანობა ეკლესიაშიც ასეა ჩვენ მრევლს ასე ვასწავლო ქრისტიანობა არის სიყვარული მოთმინება და მოყვასისთვის თავ დადება. აი ხიდად რო გაედობი სადაც ნაპრალზე და რო გაივლის და გაატარებ. ამით გიცნობენ რომ ქრისტესი ხარ და თუ გიყვარეთ წინაწერაში წერია. ანუ
თუ არ გვიყურებთ, არ ყოფილიყავთ ქრისტე ვერ გვიცნობს ქრისტე. ქრისტე ყველას ცნობს, ასე საუბარია. ანუ ამით გვიცნობს, რომ თუ გვიყურება ერთმანეთი. ხო, თავი არის მოყვასი სიყვარული. ხო, დიდება მოს. არის ხო ის სახარებისეური კიდევ მამა იქ ცხოვრების და თიკნებს რო განარჩევს. შენ ვიყავი მაჭამეთო, წყურალო მასვითო, პატიმარს ვნახო და ამტყოს მომიარეთო და როდის სადღერხეთ უფალო ამ შეერი ამ წყურალო რაც გავუკეთო ცირეთაგა ჩვენს მოსვის მე გამკეთო და ისევ შეუბრუნდება და წადითო სადანჯურშიო წყეულო რამე თუ შიოდა და არ მაჭამეთო, წყურო და არ მასვითო, პატიმარი ამ ნახეთო, ამტყოს არ მომიარეთო და ისე გავუკვირდა როდის გნახეთო, სადო არ გიფსახურეთო შენ უფალო და რაც არ გავუკეთეთო ერთ ცირეთაგასო ის მე არ გამკეთეთ. ანუ ამით იქნება განშა როგორც წემსიო გაარჩევს ხრევსო თიკნებისგან ისე გაარჩევს უფალი მართლებს ცოდვლებისგან და იქ არ მოგკითხავს უფალი შენ ამდენ მეტანიას აკეთებდი ამდენ ღამეებს ათევდი სიყვარული თუ არ გაქვს ახლა 10 ღამეებს რამდენიც და მომო მახარება აი კიდე რამე და რო თქვა ყველას გასაგონად მინდა ვთქვა რომ დადგება დრო როცა ჩვენ ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან და ღვთისწინაშე ჩვენს კერძო სამშაბლოზე როცა წავსდგებით იქ არ იქნება არავის საუბარი. აბარა არავის. ვისეს მეზობელი როგორი იყო, შენი ბიძაშვილი როგორი იყო, შენი მოძღვარი როგორი იყო, იქ ამაზე საუბარი არ იქნება. არაფერს არ მოვა, არავის. მხოლოდ იქ იქნება შენზე და შენ ცოდვებზე საუბარი. გამოდის რომ რასაც ჩვენ დროს კარგავთ აქ სხვის განკითხვაში, ხო. ის იქ არაფერს შუაში არ იქნება, პირიქით ამისთვის დაისჯები. ვერც გაიფიქრებ იქ არ მაგას. ხო, ამისთვის დაისჯები. პირიქით. შენ თვითონ ისეთ ის იქნება რა. მე ღმერთი გვეუბნება კიდევ თქვენო, ხო გონია თქვენი სამი მართალიო და მე თქვენ ფიქს გაგიხსნითო და განახებთ ფიქში, ვინ ახარ თქვენ? არ არსებობს კაცი ფიქში. ცოდვაში არ იყოს. არ არსებობს. ხო და ამ უნდა დაგაფიქროს რომ შენ სხვაზე უკეთესი არაფრით არ ახარ. არაფრით არ ახარ. არას კაცი რომელიც ხოს და რას ცოდავს ხო? მე რო იქ რო წარსდგები ღვთის წინაშე თელი სანათესაოსოთ. ყველას წინაშე ეს შენი ცოდვები გაიხსნება. და ვიფიქრებს ადამიანი ნეტას კდებოდეს, მიწა და ვარდებოდე და მას არ უყურებდა. ერთადერთი ამის წაშლის საშუალება არის სხვისი მიტევება. და უფალ გეუბნება, არ განიკითხო, არ გაგიკითხა. მიუტევე, მოგიტევე. ხო და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ისინი რო სოციალურ ქსელში ერთ ამბავს ეხარებენ და სასულიერო პირები არ უყვართ თავისთავად ჩანს იქიდან მათი მინაწერებიდან ისე როგორ ცხონდებიან ამას რატო არ უგვიდა მათგან არა ცხონდებიან მაგრამ ვერ ცხონდებიან სიზულულით ადამიანს რო აწუხებთ მაგრამ მაინც იმხელა აპარტამენტებში არიან ამასაც ვერ უყურებენ არა სიზულური აფრად აწუხებს ადამიანს არა იმდანაც არ უყვარვარ ჩვენ ხო და ისინი კი ამტკიცებენ რომ ღმერთი უყვართ მაგრამ მერწმუნეთ მამახარება რომ ვისაც თქვენ უყვარხართ მას თქვენი ოჯახიც უყვარს და თქვენი შვილებიც უყვართ ხო რაც უნდა თქვენი შვილი შეცდეს შეიძლება თქვენი სიყვარულით იმასაც აპატიოს ეს იმის შვილია და არა ვერ ვეტყვი აი ნახეთ თუ არ არის ასე ხო და ესენ რატო არიან ერთ ამბავში ჩვენ წინაში იმიტომ რომ არც ღმერთი უყვარს და არც მათი მსახურები უყვართ ეგი აი ჩანს პირდაპირ დადებული ასე ტყუილად იძახიან ესენი ჩვენ ღმერთი გვიყვარს არა ემათ ღმერთი არ უყვარს არ უყვართ უბრალოდ ეს ამოფარებული რომ იყვნენ ღვთის სახელს ამიტომ ჭირდება თორე ისინი მეამბოხები არიან სულ მეგონი ასია კი სამწუხაროდ ასია ხო დღეს მინდა რომ აღნიშნო ჩვენ ტელემაყურებლებს უთხრა რომ თქვენი პირველი ის მოგზანება იყო ჩვენ გადაცემაში ხო და მადლობა რომ მობრძანდით მადლობა რომ მოვიწვიეთ ხო მადლობა რომ მობრძანდით ძალიან საინტერესო იყო განმარტებები თქვენთან საუბარი მამაო ეს ერთი და სხვა მრავალი როგორ თქვა ხო როგორც იქნება ხო კურთხევა თქვენი მე უფლის რა თქმა უნდა და უფლისგან თავისთავად კი მამა კიდევ რთულამე ისეთ ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა თქვენ არიცით და თქვენ გამოცდილებია ჩვენ ყველა საუბრობთ ჩვენი მაყურებლისთვის ერთმანეთს ხო ჩვენი მაყურებლისთვის თავარია ვიღაცას ასე რომ ვთქვათ მოგვისმინოს და დაიჭიროს ჩემში როგორც რაღაც ფილმში დავიჭირე ასე რაღაც ხო ფილმია და უბრალოდ ყველაფერი შეიძლება დაიჭირო ადამიანმა სასიკეთოდ გამოიყენო ანტონი დიდი ამბობდა ყველა დაცემულ ადამიანშიც კი არის ისეთი რაღაც რისის სწავლება შეიძლება ყველა ადამიანში არის რაღაც მარცვალი რითაც შეიძლება წინ წახვიდე რაღაც ისწავლო ეფრემასური ამხილა მეძავმაქარმა ბურგაროთ ეცვა და უყაროდა ეფრემასურსო და ეფრემას გაფრაზდა და ისეს უყურებდა იმიტომ რა უტეხად რატომ მიყურებს და რას მიყურებდა შენ რას მიყურებო
მე შენგანმა რომ შექმნილიო კაცისგან ეკლესიიდან შენ გიყურებ და შენ მიწისგან შექმნი და მიწას უყურებ ხო ამხილაო თავის სპირიტო რომ ასე რომ ვთქვათ მიწისგან შენ და დიდი როლს მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა რომ მობრძანდეთ მადლობა თქვენ და შეგვაძლევს მამაო ღმერთმა რომ ეს ჩვენი მარხვა ჩვენთვის სულისთვის სასარგებლო ყოფილიყოს დაგვევიწყებიოს წენა დაგვევიწყებიოს თუ ვინმე რამე გვითხრა ესეთი გვეპატიებიოს მისთვის და ქრისტიანობაც ესაა რომ გველოცოს ადამიანიო ქრისტიანიო აი ორ ადამიანში ერთი თუა ჭეშმარიტი ქრისტიანიო მათ შორის დავა ჩხუბი არასდროს არ მოხდებაო იმიტომ რომ ეს ყოველთვის დაუთმობს ხო ეს ყოველთვის დაუთმობს ესე იგი წარმოიდგინე ახლა რამდენად გვაკლია ჩვენ ყველას იმიტომ რომ მაშინ საქართველოს როგორი მშვიდი იქნება აბა თუგი ჩვენ ქრისტიანებიც რომ ვინც ქრისტიანობთ ხვდავს რომ ჩვენ მშვიდი ვიყოთ და მიმდევრებლები მაშინ საქართველოს მშვიდობა იქნება აი ზუსტად ეს ბողმა არ იქნება ერთმანეთი სატანა რო არა გვაქვს სიძულველი გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ ქართველებს ერთმანეთის აბა მოდი შეგვეციოს უფალი ჩვენ ღმერთი ჩვენ ტელემაყურებლებს მარხაზევით ორ სიტყვას კიდევ მამა შეიძლება გამახსენდა რაღაცნაირად 2 წუთი ვინც ჩვენ ტელემაყურებლებს ვინც ახლა იწევს მარხვას დაუშვათ ხო რაღაც პირველად იწევს რაღაც აინტერესებს რატო დავიმარხულოთ ძალიან ლამაზია ეს მარხვა ასე ვთქვათ თავის შინაარსი თავის ყველაფრით და თან როგორც ძველი აღთქმიდან მოყოლებული მეათეს წირავდა ადამიანი თავის ნაშრომს და თავის ასე ვთქვათ ნაოფლარს ისე ჩვენ მეათეს ვწირავთ ამ მარხვაში დროის მეათეს 365 დღეა წელიწადში და თუ ვინც ჩართული იქნება ამ მარხვაში შეძლებს დაგვარათ მამაო თავის სახურებია თავის ყველაფრით როგორც შეუძლია ადამიანს და სამსახური უშვებს და ასე შემდეგ მეათეს წირავს წელიწადისას როგორც ასე ვთქვათ შაბათკვირა ძიმე მარხვად არ ითვლებოდა ასე ვთქვათ ადრეულ საუკუნეებში 35 დღე გამოდის ისე 35 დღე მე 36 დღე დიდი შაბათი და კიდე ასე ვთქვათ ის ნახევარი დღე ვიდრე აღდგომა დადგება და სუსტად მეათედი არის წელიწადის ვინც ღმერთმა შეგაძლებიოთ მარხვა მეათებს ვწირავ ჩვენ 365 დღისას უფალს ამ მარხვაში თუ კი რა თქმა უნდა ერთგულად ვიმარხულებთ და შეძლებს დაგვარათ რა თქმა უნდა ვიქნებით ჩართული მსახურებაში ღმერთმა შეგვაძლებიოს ერთობით ყველას ეს დიდი მარხვა და ერთსაც დავზენოთ ჯულის განაში ძალიან ასე ვთქვათ უფრო მეტი ყურადღება არის გამახვილება დილ მარხვაზე და უშაბათ პარასკევის მარხვაზე რაც ყველას გვევალება და ყველას ასე ვთქვათ აი საჯელებსაც კი ადევს არ ვიტყვი ახლა მაინც ვარ დამძიმების არ მინდა საჯელებსაც კი ადევს სასურველებსაც რომელიც ვერ მარხულობს და ერისკაც კიდევ თავის საჯელებს ამბობს რომელიც არ იმარხულებს ამ მარხვას რა თქმა უნდა უძლურებს არ ეხება თავისთავად შეღავათები აქვს ყოველთვის გამსკამიდო და მოკლედ მამაო რომ კი მამა მადლობა და დავამშვიდობა ჩვენ ტელემაყურებლებს გემშვიდობებით მშვიდობა და მადლობა რომ გვიყურებთ გვისმენთ გვიტანთ და მომავალ შეხვედრამდე ხაიხარით მომავალ შეხვედრამდე